განმოგწობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ ვეხებოდით ქრისტიანული ლიტერატურის ჟანრობრივ ნაირსახეობებს, ვიდრე დავიწყებდეთ ქრონოლოგიურ განხილვას, ესეც კვლავ შესავალი სახით ამას აუცილებლად ამგვარ განხილვას წინ უნდა უძღოდეს ორ ჟანრს. ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, მხოლოდ შთაბეჭდილების დონეზე ჩვენ შევეხეთ, ეს გახლავთ ჰაგიოგრაფიისა და აპოკრიფების ჟანრი. ამ ჟანრებთან დაკავშირებითაც სხვა ჟანრების მხრივაც უფრო ამომწურავი იქნება საუბრები, როცა ქრონოლოგიურ განხილვებს მიმართავთ და ამავე პრინციპით, ასევე ზოგადი სახით ახლა შევეხებით მესამე ჟანრს, გამორჩეულს, მოცულობითაც ამოუწურავს და მნიშვნელობით მართლაც განსაკუთრებულს, ეს გახლავთ ეგზეგეტიკა. ჩვენ ნაწილობრივ ეგზეგეტიკის შესახებ, ეგზეგეტიკის რაობის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, როდესაც განმარტავდით, რომ საეკლესიო ლიტერატურა როგორც ერთი მთლიანი, ეს სხვა არაფერია თუ არა საღვთო წერილის ეგზეგეტიკა, საღვთო წერილის განმარტება, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკლესიური ლიტერატურა ესაა იგივე ბიბლია, განმარტების ენაზე თქმული. ესაა იგივე საუფლო სწავლება, განმარტების ენაზე მოწოდებული. ამ შემთხვევაში ჩვენ ეგზეგეტიკას მოუხმობდით ფართო გაგებით, კიდევ უფრო ფართო და ზოგადი მნიშვნელობაც წარმოაჩინეთ ამ ტერმინისა, როდესაც აღნიშნავთ, რომ საკუთრი ბიბლიაც, ესე იგი საღვთო წერილიც ეგზეგეტიკაა, საღვთო წერილიც, რა თქმა უნდა, ეგზეგეტიკა გახლავთ, ზეციური სიტყვისა, ღმერთ სიტყვისა ჭეშმარიტებისა, ანგელოზებიც ეგზეგეტები არიან საუფლო მოძღვრებისა და ყველაზე უფრო აღმატებული და უზენაესი, თავად განკაცებული ღმერთი, იესო ქრისტე განმარტებელია ეგზეგეტია ჭეშმარიტებისა. ბუნებითი მარადიული ეგზეგეტი, ხოლო სხვა ყველა და სხვა ყველაფერი, მხოლოდ მასთან ბაძვაში, მისდამი მიმსგავსებაში იძენს ამ უაღრესად აღმატებული სამოღვაწეო თვისების ეგზეგეტიკის ღირსებას. ამ შემთხვევაში ჩვენ ეგზეგეტიკას მოუხმობთ მხოლოდ კერძოებითი შინაარსით, როგორც საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთ ჟანრს. რა თქმა უნდა, ეგზეგეტურობა კვლავ გავიმეორებთ ყველა ჟანრს ახასიათებს, მაგრამ საკუთრივ ეგზეგეტიკა როგორც ჟანრი იმით გამოიყოფა საეკლესიო ლიტერატურის სხვა ჟანრებისგან, რომ ფორმითაც უეჭველად მას განმარტებითი სახე აქვს. ეგზეგეტიკა როგორც საეკლესიო ლიტერატურის ჟანრი პირველ რიგში აუცილებლად გულისხმობს საღვთო წერილის ამა თუ იმ წიგნის, და ამა თუ იმ წიგნის ამა თუ იმ მონაკვეთის განმარტებას. განმარტებანი უმრავლეს შემთხვევაში არის მუხლობრივი. თქვათ ფსალმუნთა წიგნის განმარტება. პირველი ფსალმუნის პირველი მუხლი, ნეტარ არს კაცი, რომელი არა შევიდა გზასა უმფრთოთასა, აი ამ მუხლს მოედევნება ეკლესიის მამათა განმარტებანი, შემდეგ მეორე მუხლი, მესამე მუხლი, მეოთხე მუხლი და თითოეულ მუხლთან დაკავშირებით, რომელი მოძღვრის განმარტებაც არის წარმოდგენილი, აი მუხლთან დაკავშირებით ის მოიტანება. ზოგჯერ შეიძლება 2-3 მოძღვრის განმარტებანი გვერდი-გვერდი იყოს წარმოდგენილი, ესე იგი უფრო მეტი განმარტებაც, ან ზოგჯერ ანონიმური განმარტებანი, მაგრამ ყველა მათგანს დაახლოებით მაინც ვიზუალურად ერთი და იგივე სახე აქვს, რომ მოტანილია აუცილებლად ტექსტი საღვთო წერილიდან, ის შეიძლება ერთი მუხლი იყოს, შეიძლება ერთ მუხლზე მეტი იყოს, თუ მთელი წიგნი განიმარტება ჩვეულებრივ ის განიმარტება კვლავ აღნიშნავთ თავებისა და მუხლების შესაბამისად და ტექსტი განმარტება გახლავთ ის ფორმა, რაც ეგზეგეტურ ჟანრს განუყრელად ახასიათებს. ჩვენ შეიძლება მეტნაკლები სხვაობა ფორმაში ეკლესიის მამებთან ვნახოთ ამ კუთხით, იმის და მიხედვით ამბიონიდან წარმოითქმის განმარტება, თუ წერილობითად მუშავდება იგი, ესე იგი მოძღვარი მრევლის წინაშე კი არ წარმოთქვამს ამ განმარტებას, არამედ წერს მას და შემდეგ ავრცელებს მორწმუნე მრევლშიც და საზოგადოდ აქვეყნებს მას. ამბიონიდან წარმოთქმული განმარტებების ნიმუშია მაგალითად ბასილი დიდის ცნობილი შრომა 6 დღეთაი. მაგრამ წერილობითი სახით წარმოდგენილი ეგზეგეტიკური თხზულება არის, თუნდაც იმავე საკითხთან დაკავშირებით, ესე იგი 6 დღის, ბიბლიური 6 დღის განმარტებასთან დაკავშირებით, ბასილი დიდის ძმის, წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომა პასუხი 6 დღეთათვის. ახლა ეს ორი სახეობა ეგზეგეტიკური ძეგლისა, ერთი ამბიონიდან წარმოთქმული და იქვე რომ ხდება მისი ჩაწერა მრევლის რომელიმე წევრისგან და მეორე ეგზეგეტური თხზულება, როცა თვით მოძღვარი წერს მას და შემდეგ წარმოადგენს მრევლის წინაშე,
ეს ორი შრომა შეიძლება მეტნაკლებად განსხვავდებოდეს ფორმობრივად იმ გაგებით, რომ ამბიონიდან წარმოთქმულ ეგზეგეტიკურ შრომას უეჭველად უფრო მეტად აქვს ჰომილეტიკური, ანუ მქადაგებლური თვისება, ვიდრე წინასწარ წერილობითად მომზადებულ ეგზეგეტიკურ ძეგლს. ძეგლი, რომელიც თავიდანვე წერილობით არის წარმოდგენილი, ესე იგი ზეპირად არ წარმოითქმის, რა თქმა უნდა, უფრო მეცნიერული სახისა, უფრო კომენტარების სახეს, უფრო სქოლიების სახეს ინარჩუნებს და ნაკლებია იქ ჰომილეტიკისათვის ნიშანდობლივი ელემენტები, კერძოდ მაგალითად დამოძღვრამრევლისა, უშუალოდ მიმართვის ჟამს მათდამი, გარკვეული მოძღვრების, რაც შეიძლება მარტივი წესით გადაცემა, რომ ყველასთვის საწვდომი გახდეს ეს მოძღვრება და ასე შემდეგ. სქოლიური ტიპის, ესე იგი სქოლიებად რომ მოძებთ განმარტებანი აი ამ ტიპის ტექსტის აღქმა მსმენელისგან რთულია. ამიტომ ეს ტექსტები ასევე მკითხველისთვის იწერება თავიდანვე. და შესაბამისად, როგორც უკვე ვთქვით, მათ გაცილებით მეტად აქვთ შენარჩუნებული ეგზეგეტიკური ჟანრის თვისება, ტექსტი, კომენტარი და სხვა. ახლა, როდესაც ტექსტსა და კომენტარის შესახებ ყურადღებას ვამახვილებთ, ჯერ ასეთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ის, რასაც ტექსტს უწოდებთ ჩვენ დღეს, ძველად იწოდებოდა ბერძნული ტერმინის კვალობაზე, როგორც კიმენი. საღვთო წერილი გახლავთ კიმენი, ხოლო განმარტება, რომელიც საღვთო წერილს სწვდება და მის შინაარს მრავალთათვის წარმოაჩენს, აი ეს განმარტება გახლავთ სქოლიო. სქოლიოც ბერძნული სიტყვა, სხოლიონ, ის ძველ ქართულადაც უთარგმნელი სახით ჩვენ გვხვდება, სქოლიონი და აუცილებლად სქოლიო ყოველთვის კიმენს ერთვოდა. რატომ ეწოდება საღვთო წერილს, როგორც განსამარტავ ტექსტს კიმენი? სიტყვა კიმენი ბერძნული კეიმენონ ნიშნავს მდებარეს, ანუ დადებულს. კეიმაი და მესამე ბირთვში ვთქვათ ჯობია კეიტაი ნიშნავს დევს. აქედან არის მიმღეობური ფორმა აწყოს, ანუ პრეზენსის მიმღეობა კეიმენონ, რაც ნიშნავს მდებარეს, დადებულს. ანუ დევს საღვთო წერილი დადებულია, ეს მდებარეა და ჩვენის უნდა წარმოაჩინოთ მრავალთათვის. ესე კომენტატორებმა ისინი უნდა ცხადი გახადონ მრავალთათვის. თვით მას ამ მდებარეს ხელშეუხებლობა აქვს, მისი შიგნით სწორება შეუძლებელია, იმიტომ რომ ის ერთმთლიანობაა და უზენაესი ღვთივსულიერება, მას ადამიანის ხელი ვერ განჩხრეკს, მაგრამ ადამიანის გონებას ღვთის მადლით შეუძლია მასში დაფარული და მასში ნაგულისხმევი უღრმესი შინაარსის გამოკვლევა და მრავალთათვის, რომლებსაც არა აქვთ აღმატებული სულიერი მზერა, ყოველივე ამის წარმოჩენა, მაგრამ ეს ყოველივე საკუთრივ ტექსტის შიგნით კი არა, ტექსტის გარეთ სქოლიოების სახით უნდა მოხდეს. ძველად ჩვეულებრივ იყო მიღებული სქოლიოების, ანუ განმარტებების მიწერა აშიაზე ტექსტის ირგვლივ, არა მხოლოდ ქვევით, არამედ გვერდებზეც და თავზეც. ტექსტი ანუ კიმენი ჩვეულებრივ იწერებოდა ფურცლის შუაში, უმრავლეს შემთხვევაში კიმენს უფრო ნაკლები ადგილი უჭირავს, ვიდრე აშიაზე მიმოწერილ განმარტებებს. გარემოწერითი, ასეთია ძველი ქართული ფორმა, გარემოწერით სქოლიოებს, ანუ რგულად გარეშემოწერილ განმარტებებს კიმენისას. ჩვენ ძველ ქართულ ხელნაწერებში მსგავსი ხასიათის საღვთო წერილის ტექსტი ღვთისმადლით მოგვეპოვება, ეს გახლავთ ცნობილი გელათური ბიბლია, რომელიც ორ ხელნაწერადაა მოღწეული ჩვენამდე სხვადასხვა შემცველობისა, სადაც ფურცლის შუაში წარმოდგენილია, გვერდის შუაში წარმოდგენილია საღვთო წერილის ტექსტი, შედარებით მცირე რაოდენობით, აშიაზე კი არის კომენტარები. ეს საკუთრივ ბერძნულენოვანი მოვლენა გახლავთ, იქედანაა თარგმნილი გელათური ბიბლიაც და აშიაზე მიწერილი კომენტარებიც და ამგვარი კომენტირება, ამგვარი წესით კომენტირება საღვთო წერილის ტექსტისა, უახლესი წყაროების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იწყება მეორე-მესამე საუკუნეებიდან მაინც. ყოველ შემთხვევაში მესამე საუკუნის შუა წლებში ჩვენ ამის კონკრეტული ნიმუში გვაქვს, ძველ ქართულად ვთქვათ, გარემოწერითი თარგმანებისა. საგულისხმოა და ჩვენ ამას შეიძლება ორი სიტყვით შევეხოთ, რომ ძველ ქართულში განმარტებას ეწოდებოდა თარგმანებაი და ამავე სიტყვით იწოდებოდა აგრეთვე ერთიანიდან მეორეზე თარგმნაც. თარგმნა და თარგმანება, როგორც ერთი სიტყვა, რომელიც ზოგჯერ მცირედით სხვაობს ერთი მეორისგან, რომ შინაარსი გამიჯნული იყოს,
მხოლოდ ქართულ ენაში არ იგივდება. ლათინური ტერმინის ინტერპრეტაციო, რომელიც შეიცავს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განმარტების მნიშვნელობას, ზოგჯერ ერთი ენიდან მეორეზე გადათარგმნასაც გულისხმობდა. მაგრამ ქართული თარგმანება, ანუ განმარტება, რაც უკავშირდება სიტყვა თარგუმს და ბიბლიური ტექსტის პერიფრაზირებას ნიშნავს, ბიბლიური თარგუმები, როგორც ასეთი გამოცემულიც გახლავთ და ქართულ მეცნიერებაშიც არის მათზე ყურადღება მიქცეული, ერთ-ერთ ჰაგიოგრაფიულ თხზულებასთან დაკავშირებით, კერძოდ ევსტათი მარტვილობასთან დაკავშირებით, რომლის ტექსტშიც ჩართულია ბიბლიური თხრობის მოკლე გადმოცემა და მას ქართულენოვან თარგუმს უწოდებენ. აი ამ თარგუმიდან მომდინარეობს ეს ტერმინი და ამ ტერმინის ორმნიშვნელოვნება, ერთი ენიდან მეორეზე თარგმნა ერთი მხრივ და ტექსტის განმარტება მეორე მხრივ, აი ამ ორი შინაარსის ერთმთლიანობა ამ ერთ ტერმინში სრულიად აღკარად და ცალსახად ადასტურებს აზრს იმის შესახებ, რომ განმარტება და თარგმნა ერთი მეორისგან დიდად არ იმიჯნება, რომ ეს ორი პროცესი შინაგანად ერთი და იგივეა, რომ ნებისმიერი თარგმანი ორიგინალის განმარტებაა მეტნაკლებად. იმიტომ რომ აბსოლუტურად ადეკვატური გადატანა ერთი ენიდან მეორე ენაზე ტექსტისა ყოვლად შეუძლებელია და შესაბამისად როგორც ორიგინალია მნიშვნელოვანი, მისი განმარტებაც როგორც უკვე რაღაცით განსხვავებული მაინც მისგან თავისთავადი მნიშვნელობისა გახლავთ. ამ კუთხით ეგზეგეტიკის პრინციპების მიხედვით ჩვენ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის მდგომარეობა, რომ საკუთრივ ტერმინი ექსეგესის, როგორც გადმოცემა, ქართულად რომ პირდაპირ თანოთ ისა გადმოცემა, მხოლოდ ერთადერთი არ არის. მის გვერდით ხშირად გამოიყენება მეორე ტერმინი ჰერმენეია, ჯერ კიდევ არისტოტელეს დროიდან არის ეს ტერმინი ცნობილი განმარტების მნიშვნელობით და აქედან გამომდინარე ქართულადაც ჩვენ მხოლოდ თარგმანებაი არ გვხვდება იმ შინაარსით, რა შინაარსითაც იგი ეგზეგეტიკას უკავშირდება. ესე იგი არა ერთი ენიდან მეორეზე თარგმნა, არამედ ტექსტის განმარტება. გარდა ტერმინ თარგმანებისა, რაც თარგუმიდან მომდინარეობს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ ხვდება საკუთრივ ტერმინი განმარტებაიც, რომელსაც ასევე საყურადღებო ეტიმოლოგიური შინაარსი აქვს. ძველ ქართულში ზმნა განმარტება ნიშნავდა გაშლას, გახსნას, მაგალითად ფრთების გაშლას, განხმარტნე ფრთენი თვისნი, გაშალე შენი ფრთები. და აქედან გამომდინარე განმარტება ნიშნავდა ტექსტთან დაკავშირებით მისი შინაარსის გაშლას, გაფართოებას. ჩვენ ხვდება აგრეთვე მართალია შედარებით გვიან, მაგრამ ტერმინი აღხსნაი. აღხსნაიც ამავე ეტიმოლოგიისა, ამავე შინაარსისა რაღაცის გახსნა, რაღაცის შეკრულია და ნასკვია და შესაბამისად რაღაცას დაფარულს შეიცავს, მისი გაშლა, გახსნა, ბერძნულად ეს გადმოიცემა ტერმინით ლიუსის, ან და ზოგჯერ ანალიუსის. ტერმინი ანალიზი, აქედან მომდინარეობს ამ ბერძნული სიტყვა ანალიუსის, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს გახსნას, გაშვებას, შემოხსნას და ასე შემდეგ. ეგზეგეტიკური ჟანრის ლიტერატურა უძველესი დროიდანვე შესამჩნევია ეკლესიის მამათა სამწერლობო მოღვაწეობაში. ჩვენ შეგვიძლია ყველაზე გამოკვეთილ ნიმუშს ამ შემთხვევაში ეგზეგეტიკური ჟანრის თვალსაზრისით ხაზი გაუსვათ, ეს გახლავთ მეორე-მესამე საუკუნეების მოღვაწე ორიგენე. ორიგენე მართალია მრავალი გაუგუღმართებული შეხედულების გამო ანათემირებულია ეკლესიის მიერ, მაგრამ ამავე დროს მას ჰქონდა დიდი ღირსებებით, ჩვენ გაცილებით დაწვრილებითი ანალიზი, რა თქმა უნდა, ამ პიროვნებისა გვექნება, როდესაც ქრონოლოგიური განხილვის წესით მეორე-მესამე საუკუნეების მიჯნას მიუახლოვდებით. ამჯერად მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ამ პიროვნებამ თითქმის სიტყვასიტყვით განმარტა მთელი ძველი და ახალი აღთქმა. და რამდენადაც, როგორც აღვნიშნეთ, ეგზეგეტიკური ჟანრი სწორედ საღვთო წერილის თხზულებათა მუხლობრივ განმარტებას გულისხმობს, ჩვენ შეგვიძლია ორიგენე ეგზეგეტიკური ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად წარმოვადგინოთ. ისევე როგორც ორიგენესთან ერთად ეგზეგეტიკური ჟანრის ელემენტების სიმრავლით გამორჩეული მამები მესამე საუკუნისა, რომლებიც შეიძლება მუხლობრივად არ განმარტავდნენ საღვთო წელს, მაგრამ საღვთო წელს ამა თუ იმ სწავლებას განგვიმარტავენ, თუნდაც კლიმენტი ალექსანდრიელი, რომელიც განგვიმარტავს საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ არის ხსნილი მდიდარი. აქ მინიშნება მაცხოვრის ნათქვამზე, რომ
აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი ცხონდება. და ნუ თუ ყველა მდიდარი წარწმუნდება ამ სიტყვებისგან გამომდინარე, როგორაა ეს ბუკვალურად უნდა გავიღოთ ეს სიტყვები თუ რაღაც განმარტებას საჭიროებენ. აი ეს განმარტება მოგვაწოდა სწორედ ჩვენ კლიმენტი ალექსანდრიელმა ვრცელ ქადაგებაში, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგზეგეტიკურ ჟანრს განეკუთვნება. მაგრამ ნამდვილი ჩამოყალიბება და ოქროს ხანა შეიძლება ითქვას ეგზეგეტიკის ჟანრისა, ესაა მეოთხე საუკუნე, როდესაც ისეთი უდიდესი ეგზეგეტები წარმოჩენ ჩვენს წინაშე და საეკლესიო ისტორიაში, როგორებიც არიან წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, კაპადოკიელი მამები, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა გრიგოლ ნოსელი, ნაწილობრივ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ნაწილობრივ იმიტომ ამბობთ, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი მაინც არსებითად ჰომილეტიკოსია, ხოლო ბასილი დიდი და განსაკუთრებით გრიგოლ ღვთისმეტყველი გახლავთ ეგზეგეტიკური ჟანრის კლასიკური წარმომადგენლები. ისე როგორც წმინდა იოანე ოქროპირი მოგვიანებით და წმინდა კირილე ალექსანდრიელი, რომლის უვრცელესი იოანეს სახარების განმარტება, ისე როგორც მსგავსი შრომა წმინდა იოანე ოქროპირისაც აქვს დაწერილი, დღესაც რჩება ეგზეგეტიკური ჟანრის ერთ-ერთ მწვერვალად. კიდევ უფრო მოგვიანებით, ესე კირილე ალექსანდრიელზე უფრო მოგვიანებით, ნეტარი თევდორე ტეკვირელი, რომელმაც ბიბლიის პირველი 8 წიგნები განმარტა, ეგრეთ წოდებული ოქტატევკი, წმინდა მაქსიმე აღსარებელი, რომლის დოგმატური განმარტებანი და საღვთო წერილის სულიერი, წვდომანი და ძნელად გასაგებ ადგილთა ინტერპრეტაციები, სხვათა შორის ქართულად თარგმნილნი, იმდენად დიდად აფართოებს ჩვენს წვდომას ბიბლიაში, ბიბლიურ წიგნებში, რომ ამ პიროვნების ასეთი სიღრმისეული განმარტებების დონე უდიდეს განცვიფრებას იწვევს კითხვებში. როგორც ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს, მაქსიმე აღსარებელი ესაა სულიერი უფსკრული აქ დაულევნელობისა და ამოუწურავების შინაარსითაა გასაგებია, სულიერი უფსკრული, რომელიც აურაცხელ სიღრმეს საღვთო წერილისას ჩვენ წინაშე თვალსაჩინოს ხდის. წმინდა იოანე დამასკელი მოგვიანებით, წმინდა თეოდორე სტუდიელი, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვა მოძღვარნი. ნიკიტას ტიტატი ასევე შეგვიძლია ვახსენოთ, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფე და სხვანი, რომლებიც თავიანთ ეგზეგეტიკურ მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიმართავდნენ საღვთო წერილის განმარტებისკენ და ესაა ეგზეგეტიკის როგორც ჟანრის ერთი ყველაზე უფრო არსებითი მხარე. მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს გახლავთ ცალკეულ სწავლებათა განმარტება და განსაკუთრებით წინარე ღვთისმეტყველთა შრომების განმარტება. ნიმუშად შეგვიძლია მოვიხმოთ მაგალითად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომლის შრომებსაც აშიაზე აურაცხელი სკოლიო ახლავს, ეს ერთი მხარე, რომ ამ მამის შრომები კიმენად გაიგებოდა, ანუ განსამარტავ ტექსტად გაიგებოდა და მრავალი განმარტება დაერთო მას, ქართულ ხელნაწერებშიც ასე გახლავთ წარმოდგენილნი, მაგრამ ეს ერთი მხარე და მეორე, როცა ესა თუ ის მოძღვარი სპეციალურად წერს შრომას წინარე ღვთისმეტყველის ცალკეულ გამონათქვამებზე. ამ შემთხვევაში წმინდა მაქსიმე აღსარებლის ცნობილი ნაშრომი ბუნდოვანებათა წიგნი, ბუნდოვანებათა შესახებ, პირველ რიგში გრიგოლ ღვთისმეტყველის ძნელად საწვდომ განმარტებებს ეხება. ისე როგორც წმინდა დიონისე არობაგელის რამდენიმე ადგილი მან შესანიშნავად განგვიმართა და სხვა. ეგზეგეტიკა თითქმის სრულყოფილად თარგმანების სახით ქართულად წარმოდგენილი, ეს თარგმანები ერთ ეპოქას არ მიეკუთვნება, უძველესი პერიოდიდანვე შესამჩნევი ეგზეგეტიკით დაინტერესება, მაგალითად ჩვენ დღეისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულენოვანი საეკლესიო ლიტერატურის სათავეში დგას სწორედ ეგზეგეტიკური ჟანრის თხზულება, ესაა მე-4-მე-5 საუკუნეების მიჯნის გაბალის ეპისკოპოსის, ბიზანტიელი მოღვაწის, სევერიანე გაბალოვნელის შრომა ბიბლიური 6 დღის შესახებ, რაც ქართულად ითარგმნა მე-5 საუკუნის შუა წლებში. და ეს თარგმანი ჩვენამდე მოღწეულია უაღრესად არქაული ლექსიკითა და ტერმინოლოგიით სავსე, ძველი ქართული არქაული ლექსიკითა და ტერმინოლოგიით სავსე, რომლის შესახებაც სხვათა შორის ჩვენ სპეციალური მონოგრაფია გვაქვს დაწერილი, უფრო ზუსტად მონოგრაფია ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის ისტორიის შესახებ, რაც ეფუძნება სწორედ აი ამ თარგმანს, სევერიანე გაბალოვნელის 6 დღეთაის უძველეს ქართულ თარგმანს. მრავალი სხვა შრომაც ღირსეული შრომები ეგზეგეტიკური ჟანრისა ქართულად წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქის თარგმანებით, თუნდაც ბასილი დიდის 6 დღეთა აი ორი თარგმანითაა ცნობილი და ორივე მოღწეულია, ერთი მე-11 საუკუნემდელი, მე-10 საუკუნემდელი, ასე მე-9 საუკუნისა, ხოლო მეორე წმინდა გიორგი მთაწმინდელისა, ისე როგორც გრიგოლ ნოსელის კაცისა შესაქმე
მე-10 საუკუნემდელი თარგმანითაცაა მოღწეული და გიორგი მთაწმინდელის თარგმანითაც. წმინდა იოანე ოქროპირის მათეს და იოანეს თავების განმარტებანი ექვთიმიათონელის თარგმანით, ანდა თეოფილაქტე ბულგარელის მე-11 საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი ეგზეგეტის სახარებათა განმარტებების, კერძოდ მარკოსის, ლუკასა და იოანეს თავების განმარტებანი, ქართულად თარგმნილნი პირველი ორი, ესე იგი მარკოსისა და ლუკას თავები იოანე ჭიმჭიმელის მიერ, ხოლო მესამე იოანეს სახარების განმარტება, რომელიც გაცილებით ვრცელია გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში, ალბათ ნიკოლოზ გულაბერიძის მიერ თარგმნილი მე-12 საუკუნეში. ძალიან სერელე, ძალიან ზოგადად და ნაკლებ სისტემურად ჩვენ ამგვარად შეექმეძლო შევჩერებულიყავით ეგზეგეტიკის ჟანრზე.